რესპუბლიკური პარტია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. თინა ხიდაშელის მტკიცებით არ შეესაბამება სინამდვილეს ცნობა, თითქოს ყველა დევნილი დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით. პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ასობით დევნილმა მიმართა. პარტიამ დევნილთა განცხადებებიდან 52 სამინისტროში გაგზავნა და მათი ერთ კვირაში დაკმაყოფილება მოითხოვა. გამგეობებიდან სამინისტროებს გადაგზავნილი აქვს ასეულობით ადამიანის ინფორმაცია. 2009 წლის თებერვლიდან მოყოლებული ეს ინფორმაცია იგზავნებოდა, მაგრამ საკომპენსაციო თანხების გადახდა არ მომხდარა. და ჩვენ ერთკვირიან ვადას ვაძლევთ სამინისტროს ყველა იმ პირობის შესრულებისთვის, რომელზეც 4 ოქტომბერს იყო საუბარი. კოტეჯებს ვითხოვ, აი საცხოვრებელ ფართს ვითხოვ, რომ ფართი მომცე, რომ შევასახლო, 3 ინვალიდი ბავშვი, 6 თვის შვილი, ბრძალი, მეუღლე ავადმყოფი.